ხო ალექს? ოკეი? კი, შენი корпуსის წინ ვარ გელოდებით. კაი. ოკეი. გამარჯობა, მადლობა რომ უყურებ ჩემს YouTube არხს. უეჭველი ქართველია, ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, რომელიც გვერდს მიმშვენებს, არის უეჭველი ქართველი, თუმცა არა ემიგრანტი, მაგრამ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა მასთან ინტერვიუ, იმიტომ რომ ხშირად ჩამოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვფიქრობ რომ მას უკეთ შეუძლია რომ, ასე ვთქვათ, გვითხრას ის კონტრასტი, რაც არსებობს საქართველოსა და ამერიკას შორის. ნინო კვირიკაშვილი იგივე კვირა არის ჩემი გადაცემის სტუმარი. როგორ ხარ? კარგად, ალექს, როგორ? კარგად, მიხარია შენი ახლა ყოველთვის არ ამხოლოდ ახლა როდესაც ეს დამირეკავ ხოლმე თან შენ იცი შემთხვევით დარეკვა ხოლმე უკვე რომ აქ ვარ ანუ ის კი არ ვიცი როცა მოდიხარ ხოლმე ეგ მეც არ ვიცი რო არ დაგიმალვა ისე ხდება ხოლმე რომ რაღაცა ნუ აი დაგეგმილად ყოველთვის არ გამოდის ხო იცი ახაც რაღაც დაუგეგმა მქონდა მიშკამ ჩემო მეგობარმა მითხრა რომ თბილისში ჩამოდის და შემომთავაზა ეგეთი რაღაც რო არ გინდა ერთ-ერთი აი როგორ გამეშვა ეს შანსი ხელიდან გეკითხები და აბდექი და წამოვიდე. სპონტანური ხარ ისე მოდი აქედან კითხავ, მაშინ შენი ცხოვრება სპონტანურია? იცი რა არის გააჩნია სიტუაციას. ყოველთვის სპონტანურობა ალბათ არ ვარ ადამიანისთვის და რაღაცა წინდახედულობა და სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ აი იცი რა სწორად უნდა იგრძნოს სიტუაცია, ცხოვრება თვითონ გთავაზობს, როდის უნდა იყოს სპონტანური და აი თუ მაშინ სწორად ხარ სპონტანური, აუცილებლად მიზანს მიაღწევ. აი ვიცი, ესე მგონია. შენ შემთხვევაში როგორ ხდება? ესე ხდება. კი და ყველა გადაწყვეტილება მე ხვდები რა, რომ აი იშვიათად მინანია, რომ აი ესე არ უნდა მოქცეულიყავი. ზუსტად ისე უნდა მოქცეულიყავი, როგორც იმ სიტუაციაში მოხდა. ხო იცი გამოთქმაც არსებობს, რომ რასაც არ ჩაიდან იმას ინანებ, ვიდრე ჩადენ. ვიდრე რასაც ნამდვილად და ძირითადად ეგრეა ხოლმე რა ცხოვრება. მშვენიერი. მოდი სანამ უშუალოდ ინტერვიუზე გადავალთ, გაეცანი ჩემ მაყურებელს, ვინ ხარ, ვინ არის ნინო კვირიკაშვილი. მე ვარ ნინო კვირიკაშვილი, უეჭველი ქართველი ვარ. ვარ ჟურნალისტი პროფესიით, ამჟამად მუშაობ პროდიუსერი ვარ უკვე რამდენიმე წელია. როგორც ხდება იცი ჩვენ პროფესიაში, რომ რაღაცა გამოცდილების მერე უკვე კორესპონდენტობიდან პროდიუსერი ხდები, ან რაღაც თქვათ იცვლი უბრალოდ პოზიციას ასე ვთქვათ. თორე ჟურნალისტი ერთხელ რო ხარ სამუდამოდ ხარ მე. პროდიუსერი ჟურნალისტია. ხო, რა თქმა უნდა. და მგონია რომ მართლა არ არსებობენ ყოფილი ჟურნალისტები. ხო იცი აი რაღაცა ცხოვრების წესია ესეთი, რომ აი ეს თვისებები და ის სკილები რაც გაქვს და აი ეს უნარჩვევები ნებისმიერ სიტუაციაში გადგება და ნებისმიერ შემთხვევაში და ალბათ შენც ესე ხარ. ძვალში და რბილშია გამიჯდა. აქ რო ჩამოხვედი, რაც ისწავლე, იქ აუცილებლად გამოგადგება და ამაში დარწმუნებული. მუშაობ თუ არ მუშაობ, მე რო დავდივარ, მაგალითად ქუჩებში, ყველაფერი ჩემს არის კადრი. ხათაშორის ბევრს არ ეცოდინება და მე ხლა მაყურებელს უნდა უთხრა, იცით ვინ არის ეს გოგო? ლეგენდარული კითხვის ავტორი. აი, ესე ისე უყვარს, ეგ ამბავი ჯენზის, ისე უყვარს, რომ მათთვის არის მართლა ისტორია, ხა წარმოიდგინე ამ ბავშვებისთვის და მე მეგონა რომ ჯენზიმ საერთოდ არისო და ეკითხვა ყველა ჩემი თანამშრომლები ესე აცნობენ, ჩემთვის ეს ციტვინა. მოკლედ ნინო არის ადამიანი, რომელმაც შევარდნაძეს რომ მიდიოდა, კითხა, სად მიდიხარ ბატონო პრეზიდენტო და სახლშიო იმან უპასუხა. მანდ მიდის დიდი ჭიდაობა, რომ ვინ კითხა ეგ შეკითხა. მოდი მე ესე ვიტყვი ჩემ კოლეგებს, არავის რო არ ეწყვინა და მე რაღაცის არ გამოვიდე ხა. შენ მაინც ხომ იცნობ და არავის არაფერს არ ვართმევ არასდროს. მინდა ყველა მიცოდეს რომ ყველა ესე იყო ჟურნალისტებმა დავუსვით კითხვა. მოდი ესე ვთქვათ რომ არავის აღარ თამდაბლობას მივაწევ მაგ ამბავს, იმიტომ რომ შეხმას იქაც მაგრამ მაინც ნუ იქ რო იმან არ თქვას, მერე იმან არ თქვას და ასე შემდეგ. ჩვენ დავუსვით კითხვა. ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც ესე კრწანისის რეზიდენციაში 2003 წელია და ჩამოდის კიბეზე და თქვა რომ გადავდექი. და ჩვენ ვკითხეთ რომ სად მიდიხართ ბატონო ედო და მოbrunდა და გვითხრა სახლში ეს ისტორიული პასუხი ასმერე დაადასტურე როდესაც შევარდნაძეს კითხე რომ სად მიდიხარო და იმან გიპასუხა სახლშიო მაშინ იაზრებდი რომ ეს მარტივი კითხვა გახდებოდა ლეგენდარული იცი რა არის? ნუ ყოველ შემთხვევაში ხა იმას ვიაზრებდით, რომ ვიყავით რაღაცა ძალიან დიდი ისტორიული ცვლილების მონაწილეები, მაგრამ თა როგორ იყო, იცი რეზიდენცია უკვე ჩაკეტილი იყო და ვეღარავინ ვეღარ შემოდიოდა და როგორც მახსოვს, იმედში მუშაობდი რა, მაშინ მათე იყო ყურზე ხო ხდები და ის რა ქვია, ჩვენ აი იმედმათ უკვე გარეთ
იდგნენ დანარჩენი მედიები და იმედმა თქვა, რომ აი შევარდნაძე გადადგა და მე როიტერმა გაავრცელა, როგორც მე მახსოვს, სწორედ იმედზე დაყნობით რა, რომ ნუ ეგრე მოხდა მოკლედ რა. და რომ გამოვედით გარეთ რა მახსოვს იცი, მანქანით უკვე ჩვენ ამთხოვნა რომ წამოგვიყვანა უკვე რომ მორჩა ყველაფერი, ქუჩაში რომ გამოვედით ამ კწანისის რეზიდენციიდან და ხალხი დროშებით შეძახილებით, ტაშებით, რომ ეს ამხელა ისტორიული მოვლენა მოხდა, წარმოიდგინ. და ნუ მივხვდი, რომ აი თურმე რამხელა იმის წინაშე იდგა ჩვენი საზოგადოება ამდენი წელი, რომ ხალხს ასე გაუხარდა ეს ცვლილება. ძალიან მინდა რომ შენ მიმართ ვიყო უტაქტო და არაკორექტული. მინდა რომ დამეხმარო ამაში. ანუ გულისხმობ იმას, რომ რა კითხვა არის ყველაზე უტაქტო და ბანძი ან ჟურნალისტის ან ისე ადამიანის მხრიდან, რაც ერთმა ადამიანმა მეორეს არ უნდა დაუსვას. ნუ ალბათ რამდენი გაქვს ხელფასი არ უნდა კითხო. ბისმიეცი ხმაც არ უნდა კითხო ალბათ ადამიანს. ნუ აი რაღაცა ესეთი, საკიკი და ისეთი რაღაცა ახლა შებესულაც არ იყოს. თუმცა გააჩნია ალბათ საზოგადოებებს. მინდა დაგესვა კითხვა ამერიკაზე, როდესაც პირველად ჩამოხვედი რა კონტრასტი დაინახე საქართველოსა და ამერიკას შორის და ქონდა თუ არა შეგრძნება რომ აღმოჩნდი პარალელურ სამყაროში. კი, ნამდვილად პარალელურ სამყაროში აღმოჩნდი, იმიტომ რომ პირველი რაც გაოცებს და რასაც ემოციურად ცოტა რთულად უძლებ, არის მასშტაბი. ნუ პირველი ჯერ ჩავედი ვაშინგტონში და მერე ჩამოვედი ნიუ-იორკში და თვითონ ნიუ-იორკის პირველი შტაბ-ეშლება მახსოვს რომ Times Square-ზე ახლა კი ვიცი აქაურები იშვიათად დადიან და არ აღიარებენ თითქოს ესე Times Square-ს, მაგრამ არ არსებობს რომ მისმა მასშტაბმა შენზე რეაქცია არ გავლენა არ იქონიოს. ყველაფერი მოძრაობს, წარმოიდგინე, ამხელა და ის რასაც მთელი ცხოვრება და მთელი ბავშვობა რაღაცა ტელევიზორში და კადრში ხედავ, უცებ რო ცოცხდება შენ წინ. ეხაც იმ დღეს რო დავდიოდით მე და ჩემი მეგობარი, ყველა ფეხის ნაბიჯზე წარმოიდგინე, ეს აი ის ფილმი აქ გადაღებული, ის რაღაცა იქ ხისციან ხო ხდები, ანუ ის რასაც ამდენი ხანი ვირტუალურად უყურებდი, უცებ ხდები ამის ნაწილი რა და არ არსებობს რომ ამას შენზე გავლენა არ იქონიოს და რაღაცნაირად შთაბეჭდილება ირევა ამაში ხო და წარმოიდგინე აი მასშტაბი არის ყველაზე ისეთი კონტრასტი რაც მით უმეტეს პატარა ქვეყნიდან თუ მიდიხარ და მით უმეტეს ისეთი ქალაქი და როგორც თბილისია რომ ქუჩა რამდენიმე ქუჩა მართლა ამასთან შედარებით პირველ რომელსაც ჩამოხვედი გახსოვს? მგონი 2017 იყო თუ არ ვცდები ხო და მას მე რამდენჯერაც ჩამოვდივარ ნიუ-იორკში იმდენჯერ აი ეს აღფრთოვანების განცდა კი არ მტოვებს თუმცა იცი რა არის აი მითქვი ახლა მე ხო არ ვცხოვრობ აქ და გამონაკლისის სახით ვწერ როგორც უბრალოდ ძალიან მიყვარს რა მართლა აქაურობა და ვერ წარმომიდგენი აი როგორ შეიძლება ადამიანმა მაგალითად ცენტრალ პარკში გაიარო მეხუთე ავენის და არ მოგწონდეს არ მიიღო თავარი რაც აქვს ამ ქალაქს და რატო არის ესეთი როგორ ქვია აღქმული ქვეყანა ყველასთვის რომ სასურველი რომ აი ეს გახსნილობა რა რომ ყველასთვის სამშობლო უნდა იყოს დღეს რა ხდება და როგორ ხდება და ხა საიმიგრაციო ისმებს არ შევეხები მაგრამ უნდა იყოს რა იმიტომ რომ ადამიანებს სულ უნდა კონდეს იმის იმედი რომ აი არსებობს ესეთი ქვეყანა სადაც ყველაფერი კარგად იქნება მისთვის ну როგორ არის ეს უკვე სხვა საკითხია აი ეგ შენგან მაინტერესებს აი ხოდა შეგიტრიალო ინტერვიუ და კითხო აი რო ჩამოხვედი დაგხვდა ის რასაც ფიქრობდი რომ დაგხვდებოდა იმიტომ რომ ეხა ყველასთვის მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანისთვის აი ნიუ-იორკი არის საოცნებო ქვეყანა სანატრელი რომ იქ იცხოვროს ქალაქი შენ რო წამოხვედი ხო იყო რაღაც მომენტი გადამწყვეტი რომ თქვი რომ მორჩა მე აღარ მინდა აქ ცხოვრო და მინდა იქ ცხოვრო აი რო ჩამოხვედი და აი მეორე დღიდან რას წააწყდი რეალურად და რა გეგონა მინდა გითხრა რომ ჩამოვედი ზუსტად ისეთი დამხვდა ეს ქალაქი როგორიც მქონდა ჩემს აღქმაში და წარმოდგენაში ძალიან ბევრი წელი ოცნებობდი რომ აქ ჩამოსულიყავი და არ მქონია არც გადაჭარბებული მოლოდინები და წარმოდგენები აი ზუსტად ისეთი რა შეგუებაც არ დამჭირდა რომ მეკითხებიან რომ როგორ შეეგუე როგორ მოეწყე აი ვერ ხვდები ხოლმე რა უპასუხო იმიტომ რომ აი რო ჩამოვედი აი თითქოს ჩემი იყო ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო მგონია რომ ამას გაუძლო ამ რიტმს და უნდა გიყვარდეს
რაც არ უნდა ძლიერი იყო და თუ არ გიყვარს აქაურობა და აი მაგალითად ვირთხებზე თუ იწუწუნებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვირთხა არის ნიუ-იორკში ეს ყველა მიცის და ესე წვრილმანებზე ნაგავი და ასე შემდეგ, შეიძლება გაიქცე მაშინ. უნდა გიყვარდეს ის სიგიჟე, რაც აქ ხდება და ამასთან ერთად უნდა შრომის მოყარე უნდა იყო. შენ ვირთხების გეშინია? კი, ძალიან. პირველად რომ ნიუ-იორკში ვირთხამ გადაგირბინა, რა რეაქცია ჰქონდა? ჩავდიოდი და უნდა შემეფსო ის ბარათი მეტროსი და უცებ ხედავ რომ მოდის ვირთხა და 5 რაღაც $10 უნდა შემეფსოთ რაღაცა შიშისგან 20-იანი ისე დავიბედი ეგეთი რეაქცია მქონდა მაგრამ ნუ ახლა ხო ნუ ვირთხებიც რაღაცა ამ ქალაქის განუყოფელი ნაწილია ალბათ ეგრე უნდა აღიქვა იცი რა არის წარმოუდგენლად მიმაჩნია ხშირად მე მგონს ნიუ-იორკის მართვა და კონტროლი აი როგორ გინდა გააკონტროლო და ალბათ ეგ ერთ-ერთი პრობლემა არის კიდეც ხო აქაურებისთვის რა იგივე კრიმინალი იგივე ეს მიგრაციის აი რანაირად რა მექანიზმი გესახება რომ აქაურობა გაკონტროლდეს ესეთ მულტიკულტურულ ქალაქში არ არსებობს იმიტომ რომ ფაქტობრივად არის აეროპორტის რეჟიმში ცხოვრობ რამე ქალაქში აი ვაგონში რომ შედიხარ მეტროსი ერთ და იგივე ეთნოსის ადამიანი არ არის სულ სხვა იმიტომ რომ მთელი მსოფლიოსთვის ეს არის მაგას კიდევ მეორე შემავალ გამავალი რაღაცნაირი ახალი მიწა სანუკვარი რაზეც ხალხი ოცნებობს და მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია იმის წარმოიდგინე სრულიად განსხვავებული ამდენი ადამიანის ადათ-წესები წესენი მათი შეხედულებები კი რა თქმა უნდა ქცევის წესები ყველგან ერთია მაგრამ მაინც გაიგე და თან პლუს კიდე ეს კრიმინალი და რაღაც ალბათ აი არ ვიცი ძალიან რთული საკონტროლოა ქცევის წესები ახსენე და ამაზე კითხავს ზნეობრივი თვალსაზრისით რამე კულტურული შოკი თუ მიიღე ან რამე ისეთი რამაც გაგაოცა მეტროში რომ შემოდიან მაგალითად ვიღაცა ბიჭები რომლებიც ისე კარგად ცეკვავენ უცებ ვაგონში რომ ალბათ სხვა ქვეყანაში რომ ასე კარგად ცეკვავდნენ მინიმუმ დისცენაზე იდგებოდნენ და თვითონც არაფერი ჩვეულებრივად ფულს გააკეთებენ და გადიან აი მართლა შოკი იყო და თვითონ აი ნიუ-იორკის მეტრო ზოგადად მგონია რომ აი ცალკე მოგზაურობ ცალკე ქალაქია ცალკე იმის თემა თავის აი გეუნები აი ამდენი განსხვავებულობა ამდენი იცი რაღაცნაირად ძალიან მგონია რომ ყველამ უნდა ნახოს რომ აი ეს მიმღებლობა და უბრალოდ მიუღებლობა ვისაც ჭირს განსხვავებულის უცხოსი ყველამ უნდა ნახოს აქ ერთხელ ყველამ უნდა გაიაროს რომ იცოდეს რას ნიშნავს რომ ყველა ვართ ერთნი ყველა ადამიანი მართლა დედამიწაზე არის ამის საუკეთესო მაგალითი არის ეს ქვეყანა მართლაც აი no judgment ანუ აი ქვეყანა განკითხვის გარეშე ალბათ კი ну არ ვიცი ხა ეს შეფუთვა ესეთი და მარკეტინგი აქაურობის თუ რაც არის მაგრამ მგონია რომ კი სწორედ მაგიტომაც არის ესეთი მოთხოვნადი რა ალბათ მომსახურების სფეროში როგორ გვაქვს საქმე საქართველოში და აქ რა განსხვავებებია სად უფრო უკეთესია აი რას გულისხმობ აი მაგალითად შედიხარ სადმე ან სტრაფიკების ობიექტში ან რესტორანში Starbucks-ში მაგალითად სად გვაქვს აბა Starbucks-ში ჩვენთან არ არის Starbucks-ში ჩვენთან არა ძალიან გამომივიდა აღარც მახსოვს რომ საქართველოში სადმე შეიძლება Starbucks-ი არ იყოს ეხლა მოიცადე უნდა შეგიტრიალო ანუ მიღებულია რომ აქ უფრო ცუდი მომსახურება არა აზე არ ვარ წარმოდგენა არ მაქვს სხვადასხვა დამოკიდებულებები არსებობს და აი თუნდაც კონსულტანტები მიმტანები მაგალითად ანუ აი ხარისხი მომსახურების აი მაგალითად გუშინ მოგიყვები უცებ Urban Outfitters-ში შევედით და მოდი კარგი იმიდან შევხედოთ იმაზე მე-5 ავენიუზე და შესასვლელთან დგას გოგო შავკანიანი რომელიც იყო დაცვა და უცებ ჩართულია ჯექსონის რაღაც სიმღერა და ისე ცეკვავდა რომ ამას მე სხვა ქვეყანაში ვერ ვნახავ მიხდი თან კარგად ცეკვავდა დაცვის თანამშრომელი რომელიც ჯექსონზე ცეკვავს მაღაზიის აი ეს არის ნიუ-იორკი ჩემთვის და უბრალოდ არ ეთქვის რომ შენც რომ მოგინდება რომ იცეკო აი ეგ არის განწყობა რა თქმა უნდა ხა არის ალბათ და უხეშაობაც და ესეთ შემხვედრია ხა რამდენჯერმე მაგრამ საერთო ჯამში ეს სურათს ვერ მიფუჭებს მაინტერესებს შენ რატო არ რჩები როდესაც ჩამოდიხარ ალბათ ბევრი გეკითხება რომ მიდიხარ სადღაც ჩამოდიხარ უკანო
ხო, იმიტომ რომ ან ქონია ან გაქვს თუ არა გეგმაში რომ ხშირად მithქვამს რომ აი უბილეთოთ ავტობუსით კი არ შემიძლია ავიდე და აი ესე რომ რაღაც კანონის დარღვევა და ის არის ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი. კი არავის არ ვაკნინებ, ან არ იმის კი არ ვსჯი ამის გამო, რა თქმა უნდა ეს ისეთი გადაწყვეტილება ძალიან პერსონალური და პატივს ყველა ადამიანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე არ შემიძლია, აი თუ წამოვალ და დავრშები, მაშინ რაღაცნაირად აი ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონიერად, ასე ვთქვათ და მაგალითად მოიგო green card. ხო, ან რაღაცნაირად გავაკეთო ესეთი საბუთი ვიზა ან სამსახურეობრივად წამოვიდე, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა და მაინტერესებს. თან გონია რომ საერთოდ ახალ თავიდან აღმოაჩენ შენს თავს და საერთოდ ისეთ უნარჩვევებს აღმოაჩენ, ალბათ რომ წარმოდგენაც არ ქონდა, რომ ეს შეგეძლო. მაგრამ აი რაღაცეების გამო თან იცი მე ასაკირო გემატება უფრო რთულია აი ესეთი ცვლილების და ამ ცვლილებაზე გადაწყვეტილების მიღება და ამიტომ აი არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა და მგონია, რომ ძალიან კარგად შევძლებდი. ალბათ იცნობ აქ ემიგრანტებს და აი რა შეგიძლია თქვა, როგორია შენი გადმოსახედიდან მათი ცხოვრება. იცი რა მგონია, რომ ძალიან რთულია და მიკითხავს კიდეც მათთვის. თან წლიდან წლამდე რომ ჩამოვდივარ, უფრო ძვირი ხდება ეს ყველაფერი და ეხლა ძალიან ძვირია. მიუხედავად იმისა, თბილისიდან მოვდივარ და არც თბილისი არ არის იაფი ქალაქი, მოგეხსენებათ? ძალიან გაძვირებულია და ხშირად მიკითხავს, რომ როგორ უმკლავდებით ერთი ამ ფასებს და მეორე ამ რიტმს ცხოვრების. აქ ყველაფერს გონია, რომ ნიუ-იორკს უნდა დაეწიო. აი სულ უნდა და თან ეს არის ქალაქი, რომელიც არ მთავრდება. ის კი არა რომ არ ძინავს როგორც სიმღერაში. ქალაქი, რომელიც არ მთავრდება. იგივე შენთან მაქვს ეკითხვა, აქ რო ცხოვრობ, როგორ უძლებ ამ რიტმს მაინტერესებს. ალბათ მე უკვე რაღაცნაირად ეგუები და ბიოლოგიურადაც ხო ალბათ იცი როგორ არის აი მასლა ერთი დღეს რო ჩააგდო მე ვაძლევ ჩემ თავს იმის საშუალებას რომ ბევრიც დავისვენო დასვენების ხარჯზე მე ვქაჩავი იმას რომ ვირივითაც ისე ვიმუშაო იმდენი რომ ანუ შენ თავს აძლევ უფლებას რომ ერთი დღე გამოეთიშო ნიუ-იორკის ცხოვრებას და დაიძინო აი მაინტერესებს იცი რა ან უფრო ჩავეფლო ამ ნიუ-იორკის ბობოქარ ცხოვრებაში გართობას გულისხმობ თუნდაც მაგალითად აი როგორია ეგ მოდი მაგაზე თალკე უნდა ვილაპარაკო მე კამერასთან არ მოიყოლება ნამდვილად რაც ჩვენ გვინახავს არ მოიყოლება ხო შენ თვალ დანახული ღამის ცხოვრება ნიუ-იორკში როგორია და ქართულ გართობასა და ამერიკულ მე სულ ვიძახი რომ ჩემ მეგობრებსაც ვეუბნები აი ხა არიან ბევრი რომლებიც ამბობენ რომ აი თბილისი რაღაცა და სხვა არა თბილისში რო გაერთობი ეგრე ბევრ ქალაქში ვერ გაერთობი იმიტომ რომ მაგ მხრივ ნამდვილად წინ ვარ აი ბევრ ამაში და აი ეს ღამე და კლუბური ცხოვრება და ყველაფერი მართლა ძალიან ბევრ რაღაცას მივაღწიეთ უბრალოდ მგონია რომ აი ნიუ-იორკი ზუსტად ის ერთ-ერთი ქალაქია სადაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ევროპის ქალაქები ხო იცი როგორ არის უფრო ღამის ცხოვრება რაღაც დრომდეა და მე ხო და ნიუ-იორკში რა თქმა უნდა, აი თან ძალიან საამაყოა რომ აი ბეისმენტი ქართველების გაკეთებულია და მართლა ვთვლი ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, სადაც ყოფილვარ, ისთვისაც მადლობა ამისთვის და როგორც მივხვდი იქ რო ვიყავი რომ ნიუ-იორკერებისთვისაც ძალიან მისაღები და ძალიან პოპულარული და კარგი კლუბია და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ მუსიკა ხარისხიანია, თვითონ ეს მიმღებლობა ყველანაირი. ზოგადად ღამის ცხოვრება შენთვის აი კლუბურ გართობას გულისხმობ, რა სიკეთის მომტანია, თუნდაც არ ვიცი შენი ფსიქოლოგიისთვის თუ ასე შემდეგ. აი ბევრ ადამიანმა შეიძლება, როდესაც მივდივართ კლუბში, გითხრას, რომ რას დადიხართ ამ კლუბში და რაღაცა უსმენთ ჯაგაჯუგებს. ეს ჯაგაჯუგები შენთვის რა? არა, ეს არ არის ზუსტადაც რომ აი თბილისშიც როცა ყალიბდებოდა ეს აი ჩემი მეგობრები ბევრი მუშაობდნენ ამ თემაზე და ვიცი ეს არ არის უბრალოდ გართობა რა ეს არის ძალიან თანამედროვე ადამიანის დღის ცხოვრების გაგრძელება ღამეში წარმოიდგინე რომ ამ ადამიანმა რომელიც აი მართლა ამ გიჟურ რიტმში ცხოვრობს მე ის მუსიკა მოისმინოს რომელიც მას უნდა ნუ შეიძლება სხვა თაობისთვის და იგივე იმ თაობისთვის განსხვავებული იყოს ახლა მაგაში ყველანი თავისუფლები ვართ და მიიღოს ის
ემოციური და კულტურული საზრდო, რაც მას სჭირდება. ისევ იმისთვის, რომ მე ორშაბათიდან ისევ პროდუქტიული იყოს და ისევ გააგრძელოს თავისი ცხოვრება. და ის შაბათ პარასკევს და შაბათს ვინ როგორ გაერთობა, აი ამით ეს ღამის ცხოვრება, რომ ესე შემოვიდა თბილისში, ძალიან სერიოზული კულტურული გარღვევა იყო, იმიტომ რომ ეს თან ასევე ცნობიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადამიანების, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს იმის საშუალება, რომ თუ სხვის სივრცეს არ არღვევ, გაერთო ისე როგორც შენ გინდა. სხვა ქალაქს შეადარებდი ნიუ-იორკს? არის, ახლა იმ დღეს შემეგობარი მეუბნებოდა, რომ ამსტერდამს მაგონებს, ვიცი? ხო, ძალიან ინდივიდუალური. სხვათა შორის მე აქ რო არა ამსტერდამში ვიცხოვრებდი. ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. იმდენად მრავალფეროვანია, რომ აღქმაც ეგეთია. ყველა ადამიანს ალბათ მე მაგალითად ვერაფერს ვერ ვატარებ. საერთოდ ეს ქალაქი, ეს გონია ქალაქის სახელმწიფო ცალკე, მთელი თავისი აი ცნობიერებით, მთელი თავის კონცეფციით, ეს არის ცალკე ადგილი დედამიწაზე. გეუბნები, რომელიც გონია, რომ ყველამ თითოჯერ მაინც უნდა გაიაროს, რომ რაღაცეებზე წარმოდგენა შეეცვალოს, გესმის, აი რაღაცეებს უფრო სხვა კუთხით შეხედოს, სხვა რაკურსიდან შეხედოს, რომ იცოდეს საერთოდ აი ადამიანის მრავალფეროვნება საკოლაზე კარგად დაინახავ თავის შესაძლებლად. თუმცა ყველას არ უმარცხლებს და არ ეძლევა საშუალება. მოდი ბავშვი, მაშინ ამაზეც კითხავ, გეშლება თუ არა მაღაზიანერები, მაგალითად ჩვენ ვარ დედამიწელები პირველ რიგში ხო და მე რომელიღაც რატო არა, მაგრამ მეორე მხრივ თან უსაფრთხოების კუთხით რო ვფიქრობ, გამართლება აქვს ამ ყველაფერს. მაგრამ აი უსაფრთხოების კუთხით თუ ეს უსაფრთხოების გამოხდება, რატომ არის მაშინ ამდენი დარღვევა, ამდენი კრიმინალი, ხო? მე მაგალითად გონია რომ რაღაც მომენტში ხელოვნურია ეს ბარიერები რა, იმიტომ რომ რატო არ უნდა იმდენ მაგალითად ჩემ ძალიან ახლობელ ძალიან კარგა რომელიც საერთოდ რო ეხვეწო არ დარჩება მაგალითად. მეორე შეიძლება წავიდეს კიდე სულ. აუ მაგას გეუნები და არ ეძლევა საშუალება. ეს აუცილებლად მოსაგვარებელია. საქართველოში რო ჩახვალ, კითხავენ რა ხდებოდა ამერიკაშიო, რა სეტყვი. რა ხდება ამერიკაში. იცი რა არის, აი წინა ვიზიტისგან განსხვავებით მგონია რომ ცოტა უფრო დამშვიდებულია. ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ამერიკაში ყალბი ღიმილი აქვთო და ეს კომპლიმენტები რაღაცა კეთილგანწყობა ხო შეფუთვა შენი აზრით თუ როგორი ამბავია. იცი რა არის, წარმოუდგენელია რომ მუდამ ესე იღიმოდე. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. თუმცა მაგრამ ჯობია რომ იყოს ეს ყალბი და იყოს. იცი რა არის, ყალბი არაფერი არ ვარგა, მაგრამ ღიმილი კარგია და აი თუ ღიმილია შენი მიზანი, მაშინ ეგ კარგია. და როცა ახლო ურთიერთობას არ ეხება ვაინა. აი, კონცეპტუალურად როცა ღიმილზეა და არა რაღაც შეჭმუხნაზე უკვე კარგია. მიხდი და ამიტომ მაინც მივესალმები მაგას. ყავა თუ ჩაი? ხისით ყავა და საღამო რა ყავა და ჩაი. ვერ ვიტან ამ კითხვას ყავა თუ ჩაიო და მაინც ჯავაბი. ვიცი დამაბრეველია, დღისით ყავა და საღამო ჩაი. რა მოხდა? ქართველებს როგორც ერს, რა ცოდვა გვაქვს ყველაზე მეტად? აი რა ცოდვაში ვართ? თაიმე არ ვიცი რა ცოდვა გვაქვს, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან გვიწევს რომ ზღოთ ამ ცოდვის გამო რაღაც არ ვიცი. იცი რა არის, ალბათ უფრო ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება ჩვენი მთავარი ნაკლი რა, რაზეც ალბათ ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ, რომ აი ბევრისგან გამიგია იგივე ვთქვათ რახან ნიუ-იორკში ვიტყვი რომ ქართველებს უნდა მოერიდო აქ რაც აი ძალიან ცუდად ხდება იცი იმის მაგივრად რომ არ ვიცი ხა მე სტუმრად ჩამოვდივარ მაგრამ რო ჩამოვდივარ თქვენ გირეკავთ პირველი ვინც ხართ რომ გეუბნებით რომ რაღაც ან თქვენ წერთ რომ როდის და მგონია რომ ეს ესე უნდა გაგრძელდეს აქ რომ გადმოვიდეს საცხოვრებლად და ის თუ შემეშინდა რომ აი ქართველმა შეიძლება ისეთი ცუდი რაღაც გამიკეთოს და ზურგში დანაჩამარწყას და ასე შემდეგ რაც არ არის მოკლებული ალბათ რეალობას ძალიან ცუდია ეგ ამბავი რა და რეალურად მთელი ჩვენი ისტორიაც ხო ეგ არის რომ ერთმანეთის მიმართ ვარ ძალიან დაუნდობლები განსაკუთრებულად დაუნდობლები აი რო არ გვეკადრება და რო არ არის საჭიროება ისეთი დაუნდობლები. რა უნდა გააკეთო ნიუ-იორკში ისეთი რომ ვინმე შემოგხედოს, ვინმე გააოცო. ეს ქალაქი თვითონ იმდენად გაოცებს. თავისი არსით და მთელი თავისი შინაარსით, რომ არ არის საჭირო შენი ნებისმიერი შენი ქმედება ამ ქალაქში შეიძლება იყოს რაღაც გამოხტომასავით და საერთოდ არ იყოს კონტენტს მოკლებული იქნება რა და ხო ჩაყლაპავს. ამერიკის რა გშურს? ნუ ალბათ შესაძლებლობები. უსაზღვრო შესაძლებლობებია ყველაფრის და ეგ ნამდვილად
კარგი გაგებით შესაშურია და კარგი გაგებით სასწავლია ნებისმიერი სხვა საზოგადოებისთვის რა, იმიტომ რომ აი ის მასშტაბი და ის განუსაზღვრელი შესაძლებლობა, რასაც ეს ქვეყანა იძლევა, ნამდვილად რომ სასწავლია სხვებისთვის. აი ბარგით წაღება რო შეგეძლოს რამე აქაური თვისების ამერიკელების რაც ჩაიტანეთ თბილისში. ალბათ რომ ის მოყარეობა ის რაც აქ არის ალბათ აი ეს გამოხატვის ესეთი თავისუფლება რაც აქ არის. ტექნოლოგია რაც არ არსებობს და ისურვებდი რომ არსებობდეს. საქართველოში ეს საერთოდ რაც გაგიმარტივებდა თუნდაც ცხოვრებას. აი მეცნიერებმა რა გინდა რომ გამოიგონო. უფრო მოკლე რო იყოს გზა მაგალითად თბილისი ნიუ-იორკ შორის. შენი საოცნებო ცხოვრება ამიღწერე, როგორია, როგორ გინდა, როგორი ცხოვრება გინდა? ჩემი პირადად, ჩემი ცხოვრება როგორი მინდა და მინდა რომ მატერიალურად ძალიან უზრუნველყოფილი ვიყო, რომ აი ძალიან ბევრი მუშაობა არ დამჭირდეს იმისთვის, რომ რაც მინდა ვაკეთო, მაგრამ რაც არ უნდა ბევრი ფული მქონდეს, მაინც ალბათ მექნება რაღაცა საქმე, რომლის გაკეთებაც სიამოვნებას მომანიჭებს და ალბათ ძალიან ბევრ სიკეთეს გავაკეთებდით. Thank you so much. Thank you. Thanks. შენი კოლგა. სად გავარდა ჩემი კოლგა? რაღაცის ნიშანი იყო. გაგვიმარჯოს. თავიდან რო იბადებოდე, ისევ ქალად დაიბადებოდი თუ არა? აი რა, კი ალბათ, მიჩოული ვარ. თავს აღარ აიტკიებდი ხო? ბავშვობაში მეგობრობის დღიურებს ავსებდი. შენ ბავშვობაზე მომიყევი ცოტა. როგორ არ ვავსებდით, კაცო, გქონდა მეგობრობის დღიურები და მახსოვს ესეთი კითხვა იყო, აი რომელი იარაღი მოგწონს? საერთოდ არ ვიცოდით რა იარაღი. მიუხედავად რომ 90-იანების ბავშვი ვიყავით, მაგრამ სად მქონდა იარაღი? 90-იანების ბავშვმა როგორ არ იცოდი იარაღი რა იყო? მაგრამ თეორიულად გესმის ახლა ესე და რაღაცებს წერდით, ერთი ჩაწერდა და მე კალაშნიკოვი. ხო, აი რაღაც ისულე მაგრამ რაღაცა ქონდა ამ მეგობრობის დღიურს, იცი, ეგ დაახლოების, რაღაც ემოციური კავშირი, რაღაცა უფრო ის იყო. ბავშვების მეგობრები მოგდევს დღეს. კი, როგორ არა, დღემდე კლასელებთან, ჩემს გოგოებთან ძალიან კაი ურთიერთობა. აი 90-იანების მიუხედავად როგორი ბავშვობა გქონდა, რა შეგიძლია თქვა? ნუ აი 90-იანების ბავშვობა იყო, მე ვიყავი მე-9 კლასში, 99 წელს, ანუ 9 აპრილი როცა მოხდა. მაგის მერე ფაქტობრივად გაკვეთილები აღარ ჩაგვტარებია წესიერად და მას მერე სულ რუსთავაზეა. ყველაფერი. და მახსოვს უშუქობა, რა თქმა უნდა, აი უკვე ისე თან თინეიჯერობაში როცა აი ყველაზე მეტად რაღაცა სიახლეები უნდა გაიგო, რაღაცა ახალი ეტაპი იწყება შენ ცხოვრებაში. ჩემი თინეიჯერობა იყო უსინათლო. მეგობრები ერთმანეთთან დავდიოდით, აი ესე პლედებით, სიცივე, წარმონია სანთლის შუქზე კარts თამაშობდით, რაღაცებს თამაშობდით და ნუ აი ესეთი ეხლანდელ ბავშვებს რო ხედავ. სნიკერსი იყო ყველაზე ისეთი რაც შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში სიახლე. სანაძლეო სტობი. მახსოვს პირველი ხელფასი, მეორე არხზე ვიყავი პრაქტიკაზე რა პირველად და პირველი ხელფასი კუპონებში მომცეს. ხელფასი ჰონორარი და პირველი რაც გავიფიქრებ თქვი რომ ნეტა რამდენი სნიკერსი მომივა. სამაგიეროდ რაღაცა ისეთი თვითგადარჩენის ინსტინქტები გამოვიმუშავეთ. მე მგონი თელმა ერმა რომ რაღაცები მოგონება ატმორი რო იყო და ცხელი წყალი რო არ იყო და შამპუნი არ არსებობდა. ეხლა წესი მე რო შემოვიდა Head and Shoulders-ი და რაღაც ერჯერადები რო შემოვიდა. ერჯერადები და ასე შემდეგ. ხო იცი ნელ-ნელა ვითარდებოდით. ხო, ნელ-ნელა ვითარდებოდით. რა ჩვევას ვერ მიატოვებ ვერასდროს ამერიკაში კი არა, რავი, სხვა პლანეტაზეც რომ წახვიდე. შენი ყველაზე ისეთი მყარი შენეული თვისება, ადამიანებთან ურთიერთობას ალბათ ვერასოდეს, იმიტომ რომ სადაც მაგას არ აქვს ალბათ არანაირი არც საზღვარი არც პლანეტა არაფერი, ადამიანები უნდა გიყვარდეს ყველგან. აი გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა აღმოჩენა, მიმღებელი ხარ? ვარ, არ ვარ, მე მგონია რომ ვარ. აბა, რა ხარ? ხო, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და
რა ვიცი, აი მაგაზე დიდი ბედნიერება, ადამიანურ ურთიერთობებზე დიდი ბედნიერება მეგონი არ არსებობს რა. სხვისთვის დაბარებულ მოკითხვას მართლა გადასცემ ხოლმე, აი მე რო გითხრა ეხა ვინმეზე მომიკი მაგალითად მათე მომიკითხებ. ნუ ალბათ დამვიწყებია, მაგრამ თუ დამაბარებ და თუ ვნახავ აუცილებლად გადავცემ. რატომ უნდა გადავცემ? მე სულ მავიწყდება არასდროს არ გადავცემ ხოლმე. არა რა, არ მგონია. და მგონია რომ თუ მოკითხვა გინდა 21 საუკუნეა მიწერიან დაურეკე. არა, ხო, მაგრამ აი ამ მოკითხვა გადაეცის, აქვს თავისი რაღაცნაირი ესეთი ემოციური კავშირი. დროს ჩამორჩი რამეში? ალბათ კი, ეხა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს ვეწევი, არა. აი თუ გიგრძნია, რომ სკროლზე ვერ დავდგები, მაგალითად. სკროლზე ვერ დავდგები. ნუ ალბათ დავდგები. რა თქმა უნდა, ადამიანურ შესაძლებლობას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ასე ვერ დავდგები. თავის ტკივილია შემთხვევით, ხო? სადღეგრძელოებით თუ სადღეგრძელოების გარეშე დათრობა. მე სადღეგრძელოები ისეთი გააჩნია სადღეგრძელოს. მე მგონი რაც უფრო აი შენ გამოცდილება მითხარი უფრო მაინც სადღეგრძელოებს სამხოლმე და გაგვიმარჯოს თუ იტყვით რაღაც შეიძლება ერთი სიტყვიანი იყოს და ძალიან გულწრფელი და ძლიერი და შეიძლება ძალიან ბრტყელი იყოს და არაფრის მომწევი. მაინც ხვდები რომ გეზარება სადღეგრძელოს მოსმენა ესე. არა, ნამდვილად. არ არის ჩემი. ამ ქვეყნიდან რის გარეშე არ გინდა რომ წახვიდე? რომელი ქვეყნიდან? წუთი სოფლიდან. მე წუთი სოფლიდან საერთოდ არ მინდა რომ წავიდე ჯერჯერობით. უკდავების ელექსირი ჯერ არ მოგონებიათ. მაგრამ მინდა რომ დიდხანს და ჯამშელად ვიცხოვრო ნამდვილად, იმიტომ რომ სიცოცხლე კარგი რაღაცა და უნდა გიყვარდეს. და რა ხინჯი დაგრჩება რომ იმის გარეშე წახვიდე? იცი რა არის, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, თუ რამე არ გავაკეთე, კიდევ ფიქრობ რომ რაც უფრო ზრდასრული ხარ და რაღაცები არის რომ ყველაფერს თავისი ასაკი და თავისი დრო აქვს და ყველაფერი უნდა გააკეთო და რა თუ რამ ვერ გავაკეთე, ალბათ აწი გავაკეთებ და მერე ვილაპარაკოთ, აი უკვე ბოლოში რო ვიქნები, ჩან ახალგაზრდა იქნები და მე უკვე მოხუცი და მერე ვთქვათ, არ ვიცი. ყოველ ახალ ასაკში გაქვს შეგრძნება, რომ ყველაფერი ახლა იწყება? სხვათა შორის ყველა ასაკი კარგია, ამაში მართლა დავწმუნდი ყველაფერი. და ისე შიში რისი გაქვს ცხოვრებაში? ნუ რაღაცა შიშები მაქვს, როგორ არის კლაუსტროფობია მაქვს. მაგალითად ორკარიან მანქანაში უკან უბრალოდ ვერ ვждები და ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ეგ ამბავი. თვითფრინავში აუცილებლად გასასვლელში ვждები, ხო იცი, აი ფანჯარასთან და შუაში ვერ ვждები. ნუ ფობიები როგორ არის? თვითფრინავში როგორ ერთობი? აი ამ ხელაგზას რომ მოდიხარ თუნდაც ნიუ-იორკისკენ. ვუყურებ, ვერ ვიძინებ, კითხულობ, ვუყურებ. დამშვიდობლები გჭირდება თუ? არა, არაფერი. ვითიშები ესე თითქოს, მაგრამ ძირითადად ნუ ფილმების საშუალება ხო არის და ეხა მაგალითად რომ მოვფრინავდი White Lotus უყურებდი განმეორებით ნანახი მაქვს, მაგრამ რაღაცნაირად კარგად თან ვცდილობ ისეთ ფილმს უყურო რაღაცა სტრესული რო არ იქნება. უკვე ნანახი ფილმის მეორედ ნახვას რა მუღამი აქვს? ან წაკითხული წიგნის ისე წაკითხავს. იშვიათად რომ გადავიმეორო, მაგრამ აი თავისი ასაკი აქვს. სულ სხვა არის მაგალითად ჰერმან ჰესე რო წავიკითხე, როცა წავიკითხე ძალიან პატარა ვიყავი და მერე რო გადავიკითხე, სულ სხვა რაღაცას აღმოაჩენ და ფილმიც ეგრეა რა, როცა ნახავ ძალიან პატარა, შეიძლება საერთოდ სხვანაირად აღიქვა. და მერე სხვა ასაკში სულ სხვანაირად აღიქვა, სულ სხვა გამოცდილებით შეხვდები შენ საყვარელ ნაწარმოებს. შენი ქარიზმა რა არის? აი მაგაზე მინდოდა მივადექით მთავარ კითხვას. მაგაზე მინდოდა მეკითხა, იცი? აი ეს პროექტი რაც დაიწყე შენ რა არის შენი ქარიზმა? ნიუ-იორკის ქუჩებში რო დადიხარ და ფოტოებს უღებ. ძალიან ფოტოპროექტი ხო ძალიან კარგია და ეგ საიდან მოიფიქრე? მინდოდა მეკითხა. ესე უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანს აქვს ქარიზმა და ამ ფოტოებში მე ვცდილობ ხოლმე რომ აღწერო ეს მათი ქარიზმა. გულწრფელი ვარ ალბათ. თუ ეს ქარიზმა რა ვიცი, არ ვიცი. ქალი ხარ თუ გოგო? რაღაცისთვის ქალი და რაღაცისთვის გოგო. მე ქართველი ვარ ამ სიტყვების უკან რა ტვირთს ან სიამაყეს ატარებ. თან ისეთ კითხვებს მისვა, მიცი რაღაცა. არ მე რო ვიყო ახლა შენი პროდიუსერი გაგიცხრილავდი მაგ კითხვებს. ჩაცვი. შენ ჩემი პროდიუსერი იყავი. ხო და გაგიცხრილავდი. აი უკვე ტვირთი უკვე არა. ნუ რა თქმა უნდა ხა პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ შენი იდენტობა, შენი ეთნოსი, შენი წარმომავლობა და რაღაცნაირად ეს ისევე როგორც ფრანგი იქნები თუ გერმანელი იქნები, არც ვიღაცაზე მეტი ხარ და არც ვიღაცაზე ნაკლები, ეს უნდა გაითვალისწინო.
და რაღაცა ხა ისეთი განსაკუთრებული რაღაცა მისიით ვარ მოვლენილი მეთქი. ყველა ერთს და ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს პლანეტაზე, ასე რომ. რამდენი დღით ხარ ჩამოსული? 10 დღით. ამ ინტერვიუს შემდეგ სად? უნდა წავიდე Museum of National History. ნამყოფი ვარ, ძალიან მაგარია. რა არჩევას მიცემდი იმ ადამიანებს, ვისთვისაც ამერიკა არის საოცნებო ქვეყანა და უნდა ჩამოსვლა. რა უნდა გაითვალისწინო, როგორ ფიქრობ? რჩევას, რა ვიცი, უსურვებ, რომ ჩამოვიდნენ და თავის თვალით ნახონ და მე თვითონ გამოიტანონ დასკვნები, რომ აი საერთოდ რა რისკენ მიილტვის ეს ხალხი რა რატომ არის ასეთი კარგი აქ ყოფნა, მაგრამ აი მართლა პირველად ვინც მოხდება, ყველას აგეგრო, აი აქ უნდა ცხოვრება. აი რა ხიბლი აქ ამას ეს უკვე ყველასთვის ალბათ ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. ეს იყო ნინო კვირიკაშვილი, იგივე კვირა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მოკითხვა საქართველოს როცა ხვალ, რა ვიცი, ვისაც ვიცნობთ ჩვენ საერთო მეგობრებს, მომიკითხე, რადგან ხარის ადამიანები, ვინც მოკითხვას მართლა გადასცემს. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ გადაცემაში, არ დაგავიწყდეთ ამ არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები. დროებით გემშვიდობებით.